დამაჯარიმეს ჩემი ძმის ან პატიმრების სადმე მიწვნილი აქციები კეთდება ყოველდღიურად თითო პატიმრის სახელობის აქცია არის ასე ვთქვათ რუსთაველზე და ამოარჩეს ის დღე როცა იყო ჩემი ძმის ალბათ იცოდნენ რომ ვიქნებოდი ისედაც ვარ სულ მაგრამ ამოარჩეს ეს დღე ცოტა მეცინება ხოლმე რომ ვლაპარაკობდა ასევე ჩანაწერის გამოვაქვეყნე ზოგადად 5 წუთიანი საუბარი ქონდა მის დამაჯარიმა და ესეთ რაღაცას მეუბნება რომ კი პოლიციის მანქანები იდგნენ რუსთაველზე ანუ ორ მანქანას გადაკეტილი ქონდა რუსთაველი მაგრამ ან გადაკეტილი არ ქონდათ უბრალოდ გაჩერებულები იყვნენო ესეთი პასუხი გამცა თან ხალხში იდექიო ამასაც მეუბნება მე თანხმება რომ აქცია უკვე გადაკეტილია და ხალხში ვიდექი მეც სხვა მოქალაქეებთან ერთად დაგვაჯარიმეს ძალიან ბევრი ადამიანი ან მეცილებათ ანუ ისე დროს ვარ ან მართლა არ დამირღვევია და არ დავაგვიანეთ ან მაგ დღეს და გადაკეტილზე მივედი ზუსტად ვიცი ხო მაგრამ მაინც დავჯარიმდი არა მარტო მე ძალიან ბევრი დაჯარიმდეს ჩემი მეგობრების დააჯარიმეს მაგ დღესეც და სხვა დღეებზეც ასე ვთქვათ ყველა დაჯარიმებულები ვართ ჩვენი ოჯახის მოლოდინზე რა გითხრათ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ყოველთვის ჩვენ იმედი გვაქვს ქართველი ხალხის ჩვენი ხალხის ერთად ვბრძოლობთ ყველა გაგვაერთიანეს ასე ვთქვათ თუნდაც ყველა პატიმრების ოჯახის წევრები უკვე ძალიან ვახლობლობთ და სულ ყველა ერთმანეთის სასამართლოებზე დავდივართ ყოველთვის ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს როგორ არიან რაღაცა ჩემი ძმა ციხეში ჩაკეტეს მისი ძმა ციხეში ჩაკეტეს და მაინც ვარ ხუმრობთ ხოლმე რომ ძმების გარეშე დავგვტოვეს მაგრამ ერთად მაინც მე მგონი ახალი ძმები შევიძინეთ თქო